ბატონო, განვაგრძოთ ჩვენ გადაცემა. McDonald's საქართველოს ქუთაისის McDonald's რესტორანი სრულად განაახლა. შეიცვალა როგორც შიდა, ასევე გარე ინტერიერიც, რომელშიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. თუ რა სიახლეებიელის ადგილზე მისულ სტუმრებს, ამას უფრო ვრცლად სიუჟეტიდან გავიგებთ. უძველესი და ისტორიული ქალაქის, ქუთაისის ატმოსფერო და ცხოვრების სტილი 15 წლის წინ ჯადოსნური ოქროს თაღების გამოჩენამ შეცვალა. McDonald's-თან ერთად დაიწყო ახალი ეპოქა, რომელიც არა მხოლოდ გემრიელი საკვებით, არამედ ხარისხით, მომსახურების სტანდარტებით და ამერიკული ცხოვრების სტილით შეერწყა აქაურ ყოველდღიურობას. ქალაქში გაიხსნა ახალი ადგილი, რომელიც ბევრად მეტი იყო ვიდრე უბრალოდ გემრიელი ბურგერების დასაგემოვნებელი ადგილი. ეს არის ადგილი, სადაც ოჯახი ერთად ფანტასტიკურად ატარებს დროს, ეს არის ადგილი, სადაც მეგობრები იკრიბებიან, სადაც მეცადინეობენ, მუშაობენ და სადაც მხიარულებაა ყოველთვის. ეს შემოიტანა McDonald's-მა ქუთაისში ამ ჯადოსნურმა ოქროს თაღებმა. McDonald's საქართველო მუდმივად სრუნავს, რომ მომხმარებელს ინოვაციური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მომსახურება შესთავაზოს. სწორედ ამიტომ ქუთაისის McDonald's-ი სრულად განახლდა. შეიცვალა როგორც შიდა, ასევე გარე ინტერიერი. იმისთვის, რომ ადგილზე მისულ მომხმარებელს შეკვეთის პროცესი უფრო მეტად გაუმარტივდეს, თვითმომსახურების განახლებული კიოსკები და დრაივ ზონა დახვდება. ასევე curbside სერვისი, რომლის საშუალებითაც სტუმარი სპეციალურად განკუთვნილ ავტოსადგომზე ჩერდება. თავს არიდებს McDrive-ის რიგში დგომას და აპლიკაციის მეშვეობით გაკეთებულ შეკვეთას ადგილზე იღებს. აღსანიშნავია, რომ განახლებულ რესტორანში სპეციალური საჭიროების მქონე სტუმრები მათთვის სრულად ადაპტირებული ინფრასტრუქტურით შეძლებენ სარგებლობას. გარკვეული პერიოდულობით რესტორნები საჭიროებენ განახლებას, ეგრეთ წოდებულ რემოდელინგს, რომელიც მხოლოდ ვიზუალური ცვლილება არ არის. ეს ბევრად მეტია, ეს არის პასუხი საერთაშორისო გამოწვევებზე, ტექნოლოგიურ განვითარებაზე, რითიც ბუნებრივია მომხმარებლის გამოცდილებას ვაუმჯობესებთ. რაც შეიცვალა არის ვიზუალური ნაწილი, დიზაინის ელემენტები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტული და თანამედროვე გახდა. სრულად შეიცვალა ტერასა, ბევრად უფრო გამწვანებული და კომფორტული და მყუდროა ეხლა. როგორც უკვე ვახსენე, ეს მხოლოდ ვიზუალური ცვლილება არ არის, არამედ ძალიან დიდი ყურადღება დაეთმო ტექნოლოგიურ განვითარებას, სრულად შეიცვალა IT ინფრასტრუქტურა, უფასო Wi-Fi ბევრად უფრო ასწრაფდა, თვითმომსახურების კიოსკები შეიცვალა. ამ რესტორანშიც დაემატა მობილური წინასწარ შეკვეთის ფუნქცია, მათ შორის curbside-ი. ტექნოლოგიურად განახლდა დრაივის ზოლი და შეიცვალა საკომუნიკაციო სისტემები. მიზანი ერთია, ბევრად უფრო სწრაფი და კომფორტული მომსახურება. რესტორანში განახლდა McCafe-ს დახლით, სადაც გემრიელი და არომატული ყავის დაგემოვნება შეძლებთ და დესერტების არჩევანიც ბევრად უფრო მრავალფეროვანია. ინვესტიციას რაც შეეხება, რემოდელინგის ინვესტიციის მოცულობა 4 მილიონი ლარია და აღსანიშნავია ის, რომ მარტო ამ რესტორანში 50 ადამიანამდე, ხოლო ორივე რესტორანში ერთად 150 ადამიანამდე ვასაქმებთ. დიზაინის განმასხვავებელი დეტალები, გარე გამწვანება, განახლებული ტერასა და კიდევ უფრო კომფორტული გარემო უცვლელი მისამართით. ახალი სტანდარტებით აღჭურვილი McDonald's ქუთაისი კვლავ იქნება ადგილი, სადაც დღე-ღიმილით იწყება და სრულდება სასიამოვნო მოგონებებით. McDonald's-ის შემოსვლა ესეთი დიდი სიხარული იყო, ესეთი გარღვევა იყო, შეიძლება ითქვას იმ პერიოდის ქუთაისისათვის, იმიტომ რომ ბრენდი არის საკმაოდ ავტორიტეტული და ხშირად ქალაქის სიძლიერეს და ქალაქის მნიშვნელობას ბევრ ქვეყანაში განსაზღვრავს აქ თუ არა McDonald's. რაც შვილი შემეძინა, პრაქტიკულად კვირაში რამდენჯერმე მოვდივარ, ჩემთვის ძალიან უყვარს. ძირითადად მეგობრებთან ერთად ვსტუმრობ McDonald's-ს და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე კარგი გარემო არის მოწყობილი იმისთვის, რომ მეგობრებთან ერთად თავისუფალი დრო, სასიამოვნოდ და გემრიელად გაატარო. მომხმარებელზე ზრუნვა, ინოვაციები და მუდმივი განვითარება. ამ პრინციპებს McDonald's საქართველო 26 წელია არ ღალატობს.